რას ფიქრობ მაყუჩების კანონზე, რამდენად სამართლიანია ვიღაცის ყურის და თვალის ზომით მოტოციკლეტის გადაყვანა საჯარიმოზე და თუ აპირებთ ბაიკერებს პროტესტს შეუერთდეთო. ეგ კანონი არის დებილობა, იმიტომ რომ გადაკეთებული მაყუჩიც არ უნდა იყოს სინამდვილეში პრობლემა, თუ ის ჯდება დეციბელების ზღვარში, ანუ ჩვენი ამოცანა ეგ რა უნდა იყოს. თუ ვიღაცას მართლა და ეგ პრობლემა არსებობს, რომ მაყუჩის მაგივრად ფეჩის ტრუბა აქვს, ასე ვთქვათ, ძრავზე მიერთებული და ღამის 2 საათზე ღრიალით დადის ქუჩაში და ბავშვს ვიღაცა რო აძინებს ის ბავშვი რომ არ უნდა აღვიძებდეს ვიღაცა. ეგ აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ მაგის იქით რაც ხდება, არის შტერობა რატო? არსებობს მაგალითად ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი და საშუალება, რომ თავისი ტრანსპორტი, მაგალითად ბაიკი დააჭუნინგონ და იყიდა ტიპმა რაღაცა სხვანაირი გამშვების სისტემა უცხოეთში, შეიძლება მოტოციკლეტი რაც ღირს, იმისი ნახევარი ამ გამშვების სისტემაში გადაიხადოს, ხო? და ჩამოიტანა და სწორი მიდგომა არის ესეთი, პატრულს უნდა კონდეს საზომი ამ დეციბელების, გაგაჩერებს ნახავს. 100 დეციბელზე დაბლა არის, კარგად იყავი, საერთოდ არ მაინტერესებს ქარხნული ეგ მაყუჩი თუ არა ქარხნული. ხმაურის ზღვარში ჯდება, წადი, არ ჯდება, გინდა ქარხნული იყოს, თუ რაღაცა გაფუჭებული აქვს და ღრიალებ, დაგაჯარიმებს. არ ღრიალებ და წყნარად დადიხარ, არ დაგაჯარიმებს. ეგ არის ნორმალური მიდგომა და რა ვიცი, მე მაგ ბაიკერების პროტესტს უერთდები, იმიტომ რომ ეგ შტერული მიდგომაა, არასწორი კანონია და მაგაზე ადრეც ჩამწერია ვიდეო და ეხაც იგივე აზრს ვაფიქსირებ.